აი ამ ტურში, რომელიც გორგილას აუტანელმა სიმსუბუქემ მოაწყო, თავისი ადგილი უჭირავს ბუდუსთან ინტერვიუს. ხას რო გადავკვეთავ მარჯვენა ფეხით. გინება პირობითად შეურაცხყოფა, სასწავლო მაგალითად. ეგ ეგრე ქონდა ნათქვამი, რომ ტოპ 5 რომელიმე ჩემპიონატში უნდა ვითამაშო. პირდაპირ ბუდუსთან ვარ. ცხოვრების ამ ეტაპზე რა კითხვები გაქვს? თავი არ უნდა ჩავხარო და 9 თამაში ვერ გატანილი გოლი მე დამანგრევდა. მქონდა ის ფიქრები, რომ ხوارჯობდა იქ დავჩენილიყავი. სიყვარული კი არ უნდა ეძებო, არამედ რაღაც თვითონ მოვა. ესე იყო აი დამეცემა თავში და გოლი გავა. ეგრე არ არის. საქართველოში ვინგონია ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც გინახავს. ვიჩაკ პარაცხელი. რა გონია ყვარას შემდეგი გაჩერება? მადრიდის რეალი. ხო, ნუ მე იმის იქეთ აღარ არის. გონია ეგეთი მომენტები, რომ აი მოდი დავანებებ. კი, იყო ერთხელ გუნდი უნდა დატოვო. რო დაუკვირდეთ, ერთ სატელეფონო ზარზე შეიძლება გადიოდეს ძალიან ბევრი რაღაც. მაგათმა გადამერჩინეს საფეხბურთო კარიერა. ბიოპიკი რო გადაიყვან შენზე, ვინ გინდა რომ ითამაშო შენი როლი? კახანი იძულაშვილს ავირჩევდი. გაცდენთ ახლა ეგრე გასწორდეს. ვენი გადაცემები თითქმის ყველა ნახი მაქვს. გას გრძნობს ადამიანი, როცა აცვია ეროვნული ნაკრების მაისური. 4 მილიონიდან 23 კაცში ხარ, ერთი კაცი. რეკომენდირებულია რომ მაგ დროს სოციქსელს ადევნო თვალი? არ თქვი რომ არანაირი პოლიტიკური ის არ იყო. საერთოდ არ მეხალისება ესა რა ქვია. ეს თემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ. რთულ მომენტებში ვერ დაინახეს მხარდაჭერა. რაც შენ გინდა მე იმ სიტყვებით ვერ ვიტყვი რა. ოჯახში რომ მიდიხარ და ცუდ ხასიათზე ხარ. პირველი კითხვა ყოველთვის იყო მშობლებისგან, გოლი გაიტანე და რო ვეტყოდი რომ არა, რატო? ანუ რატო რა, ანუ არ ჩამოვედით მიუნხენში. მიუნხენის აეროპორტში ვართ. აქედან გზა გვიჭირავს ქალაქ ულმისკენ. ქალაქ ულმთან ძალიან ახლოს არის ჰაიდენჰაიმის სტადიონი და მე მგონი განსაკუთრებით სპორტის მოყვარული ჩვენი მაყურებელი იოლად მიხვდება თუ ისთან ვაკეთებთ ინტერვიუს. ბუდუ ზივზივაძე იქნება ჩვენი მომდევნო გადაცემის სტუმარი. მაგრამ მანამდე საჭირო რომ ჩავაღწიოთ რაღაცნაირად ულმამდე, ჩავალთ ულმში და ხვალიდან უკვე შევხვდებით ბუდუს და ვარჯიშის შემდეგ რაღაც სტადიონზეც მოვათვალიეროთ იქაურობა. ჩვენ ვართ ქალაქ ჰაიდენჰაიმში, კერძოდ კი ჰაიდენჰაიმის მოედანთან შორი გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ ბუდუსთან ჩამოვსულიყავით. პრინციპში შინაარსობრივად ძალიან შორი გზა იყო, იმიტომ რომ
დიდი ხანია ეს ინტერვიუ ჩაფიქრებული გვაქვს და აი ამ ტურში, რომელიც გორგილას აუტანელმა სიმსუბუქემ მოაწყო, თავისი ადგილი უჭირავს ბუდუსთან ინტერვიუს. დიდი და პატარა მეგობრები შემოგვიერთდნენ, მოკლედ, ანდრე, ალექსანდრე, ირაკლი ბერლინიდან ჩამოვიდნენ, გულშემატკივრები არიან და გაიცნობენ ბუდუს, რატომაც არა. წინასწარ უთხარი ისე რო იცოდე, გავაფრთხილე და ძალიან გაუხარდა ყმაწვილს. კაი კაცია ბუდუ. წამო. გიხარე, განსაკუთრებით ადრე. ანდრე, როგორი ძახი? ბუდუ ზიბზიბაძე თქვი? ძალიან ისეთი გერმანული. წამო, მე წამოვიღებ ამას. წავედით. აჰა, მეგობრებო, მოდის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი. რო იცოდეთ ისე. როგორ ხარ? ჩვენ ვარჯიშს მე ხა დაღლილი კი იქნები. 2 საათიანი ვარჯიში იყო. აჰა, ეს არის ანდრე, რო იცოდე. ეს არის ალექსანდრე. როგორ ხარ? სპეციალურად შენსარახავად ჩამოვიდნენ ბერლინიდან. ო, მაგარი ბიჭები არის. როგორ ხარ? დავთ. ვარა. კლაპი გინდა თუ არ გაგიჭრიათ? გინდათ? აუ რა აკუსტიკა გვაქვს შეხედი. ვარჯიში ამავე სტადიონზეა ხოლმე თუ ამავე სტადიონზე არა, აქ არის ხოლმე თამაშის წინა დღეს რა. რო ცოტა ანუ არ გჭირდება შეჩვევა, მაგრამ მაინც რო ვიგრძნოთ რა თამაშის სადაც ვითამაშებ მეორე დღეს და ისე ცოტა აი იქით აღმართი არის ასასვლელი და იქ მანახა ფოტოები რო გვერდით არის. იქ გვაქვს 3 სტადიონი, რომელიც ერთი ხელოვნურია, ორი ბუნებრივი. ხელოვნური ეკუთვნის მეორე გუნდს და ბავშვებს აკადემიას და ის დანარჩენი ორი ბუნებრივი რაც არის ჩვენი პირველი გუნდში. ხუნთან გაქვს. ეხლა პარასკევს ეგ გვაქვს შტუტგარტში გასვლა, მაგრამ მე ვერ დავეხმარები გუნდს ისე ფეხი რომ ტკირი. ეს რაო იმან. კარგად არის შეხორცდა უკვე და დღესაც ვარჯიშზე უკვე სირბილები და რაღაცები გავაკეთე და არ მაწუხებდა და ვფიქრობ რომ ესე ვიძახი უკვე ორი კვირა ამას. ვფიქრობ რომ ხო მომდევნო კვირას უკვე ვივარჯიშებ გუნდთან ერთად და ბოხუმთანაც ის გადამწყვეტი თამაშიაც გვაქვს. ეგ როგორ არის? ანუ თუ ისეთ ანტრამვა აქ ან რაღაცას ტკივა, მაინც მიყვება ხო გუნდს მოთამაშე? არა. არა, შეიძლება რომ დარჩე. არა, კი. ეხლა ეგენი მიდიან პარასკევს, რადგან საღამოს არის ვარჯიში თამაში. საღამოს რა ღამე უფრო 9 ნახევარზე. დილით აქ მოთელვას გააკეთებენ, მერე წავლენ შტუტგარტში სასტუმროში, თამაშობენ დაისვენებენ რაღაც სადილი ერთად ისის და მერე უკვე თამაშზე წავლენ და მე შემიძლია რომ პირდაპირ თამაშზე საყურებლად მივიდე რა თუ ახლოს არის. ეგ ან ჩვენ ხო შიდა სამზარეულოში საერთოდ ვერ ყვევით, აი რაღაცები ძალიან სხვანაირად წარმოგვიდგენია და აი მაგალითად სასტუმროში როცა გასვლაზე არის, ვინმე აკონტროლებს ფეხბურთელის გადასვლას თუ ხო აი რაღაცა რო წახვიდე დასალევად რო წახვიდე მოსულა რო არ მოსულა ვიცი მაგრამ რო გაიფარა მოსულა მაგრამ შენ შეიძლება გახვიდე რა არავინ არ დაგიშლის აი მაგალითად ახლა აქ გუნდში რომ მივდივართ ხოლმე ჭამის მერე ბოლო ჭამის მერე ზოგი ფეხბურთელი გადის სეირნოს რა რომ ცოტა მოინგილოს რაღაც და მერე ისე შემოდის სასტუმროში ან მაგას არავინ არაფერს არ ეტყვის ხო თორემ ნუ იცის რა ფეხბურთელმა რომ 11 საათზე უნდა იყოს ოთახში რომ დაისვენოს თამაშისთვის. თუ არ დაისვენებს, მოწინააღმდეგე ფეხბურთელი უეჭველი დაისვენებს და მან ვეღარიზავ. აი სადაგერხევათ მე. ო აი შეიძლება ერთი თამაში, ორი თამაში გაკაჩო რა ეგრე რომ გახვიდე რაღაც ღამე და დალიوان რაღაც და მეორე თამაშზე იფიქრო რომ არა, კარგად რა, კაი ყოფილა, მაგრამ თურმე. აი რომარიოზე რა ეგ რაღაც. ბრაზილიელებზე მსმენია, რომ აი სულიად ამოუხსნელ ცხოვრების რიტმი ჰქონდათო რა, ღამეს სმა, რაღაცა მეორე დღეს ვარჯიშ და მაინც თამაშობდნენ. რონალდინიოსაც ხო აქ თამაშიო, თუ გინდათ რომ ბევრი წელი მაღადონეზე მეთამაშაო, მაშინ კლუბები და ბარები უნდა დაგეკეტათო და ხო რა იქნას. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია სხვათა შორის. რონალდინიო? ხო, რონალდინიოს გამო ანუ მანამდე ეზოში თამაშის გამო შემიყვარდა ფეხბურთი, მაგრამ აი რონალდინიო რომ ნახე ფეხბურთელი მაგით ახვთოვანდი რა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და პირველი საყვარელი ფეხბურთელი იყო რონალდინიო. უფრო მეტი შეეძლო რა, მაგრამ ნუ თავის თვითონაც ახსნა რა და კარიერის მწვერვალი ახლა პატარა ქონდა, მაგრამ ამაციან ბლოკს წერდი ზუსტად იმაზე რა ქვია რონალდინიოზე და აი რონალდინიო მე არ წარმომიდგენია ჰალსტუხით და იმაზე ექსელის ფაილში ჩამჯდარი და რაღაცა ან მწვრთნელი ან რაღაც სპორტული დირექტორი ეგ არის ვინც არის რა ეგრე მოსწონდა
დღემდე ამბობს, რომ ჩემი ცხოვრებაო, ანუ სიამოვნებას მე ვიღებ იმისგან, რომ შემიძლია რომ საღამოობით და არა მხოლოდ საღამოობით იჯდეს მეგობრებთან ერთად და რაღაც ლუდს სვამდეს პირობითად და ეხლა ადამიანმა რომელმაც ამხელა დღესასწაულები აჩუქა მაყურებელს მოედანზე 4 წელი ხო 4 სეზონი ხო კარგი ქონდა, შეიძლება 5-იც. აი ბარსაში რო გადავიდა, მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი ქონდა ბარსელონას და რონალდინიოს წყალობით დაუბრუნდა იმ ხო რეები აკეცაც იხმა და რაზეც ეხლა დგას და რონალდინიო არა მარტო მაშინ როცა პიკში იყო ხალხს შოუსთავად ეხაც ანუ ჩერითი თამაშები როა ლეგენდების პატარა ღიცი აქ მოგდებული კი აქ მაგრამ მაინც მაგრამ ამაცინაც აიგოლი ვნახე ჩერითი ეხლა რო ჩამოდის საქართველოში არის ძალიან მაინც ჩამოდის ხო ძალიან მინდოდა რომ ცოცხლად მენახა მისი თამაში მაგრამ ჩვენეჩ თამაში რონალდინიოს 16-ში ალბათ სხვადასხვა განცდა, როცა ნაკრების თამაშზე გამოდიხარ და კლუბის, ანუ ალბათ არ შევადარებ, მაგრამ აი დაახლოებით ამ ადგილას, როცა აი გასახდელიდან გამოდიხარ და აი აქ უნდა შემოდგა მინდორზე ფეხი. რას ფიქრობს ფეხბურთელი? რაზე ფიქრობს? მე მაგალითად აი თამაშის რაღაც მომენტებს განვიხილავ ჩემ თავში, რომ აი რა მოხდება. წინასწარ? ხო, წინას, აი რო ჩავარდეს ეგ მომენტი, აი რას გავაკეთებ რა, ეგეთი. მაგრამ აი აქ რო უკვე ხას რო გადავკვეთავ მარჯვენა ფეხით. ეგ სტრატეგია გაქვს მარჯვენა აუცილებლად. მე უკვე ყველანაირი ფიქრი რა, გარე ფიქრი ითიშება და მარტო კონცენტრირებული ვარ თამაშზე და იმ საჯიროდის ჩაფსტვენს სასტვენში რომ თამაში დაიწყოს რა. რომ მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმო. შენზე მოქმედებს მაყურებ, აი მაგალითად გასვლაზე როცა თამაშობ, გინება პირობითად შეურაცხყოფა, სროლა, არ ვიცი გერმანელები როგორ იგინებენ. მაგით არ სწავლობ მაგას. ანუ თქვა რომ ძალიან მოქმედებს არა რა. მაგრამ თან თუნდაც ის არის კიდე მეორე მხრიდან შეიძლება შეხედო რომ რაღაც შეიძლება мотиваცია მოგცეს რომ აი ამდენი ხალხი რომ რაღაც გისტვენს ან შენ წინააღმდეგაა რომ მაგათ დაუმტკიცო და გააჩუმო რომ თამაში მოუგო რა და ყველაზე დიდი ის რაც იყო ჩემთვის მაგალითად იყო აი თურქეთს რო ვეთამაშეთ რა ევროპის ჩემპიონატზე მაგათი სტვენა იყო აი ძალიან გამაღიზიანებელი რა აი ძალიან გამაღიზიანებელი მით უმეტეს რომ აი თუნდაც ჰიმნზე რომ ეგ იყო დორტმუნდში ხო ჰიმნზეც რო დაგვისტვინეს ძალიან გამაღიზიანებელი მე ვიყავი იმაზე ჩეხეთთან ჩეხეთ პორტუგალიას ესპანეთს ფიქრობ რომ ვაჯობეთ რა დორტმუნდში თურქი არის რომ არა მარტო ხო ყველა ქალაქში ძალიან ბევრი არის მაგრამ მაგ დღეს სხვათა შორის აი ვფიქრობდი რომ ჩვენ ხო ფრევი თამაშეთ ჩეხეთთან ხო და თურქებმა 3-0 წააგეს იმ დღეს ხო პორტუგალიასთან და ქუჩაში თურქები ზეიმობდნენ აი უხაროდათ რა ითამაშეს და რაღაცა და ჩვენ ახლა ჩეხეთთან 1-0 პირველი ქულა იმიტომ რომ აი ბოლო მომენტის გამო ლობჯანიძის ლობჯანას რო შეეძლო ეგ მომენტი რო არ ყოფილიყო მერჩი აი კარის უკან ვიჯექი ზუსტად კარის უკან და ლობჯანასაც ერთში კი რა თქმა უნდა ხო ახლა ეგ ისეთი რამეა რომ შეუძლებელია ის მაგრამ აი ეგ მომენტი ეგ არის ალბათ ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი მომენტი რა აი ეგეთ მომენტს რო ხონია ეგეთი კი ბევრი გამიფუჭებია რა ბევრი მომენტი მაგრამ ბევრი ხო გამიფუჭებია და აი სახში რომ მიდიხარ რაღაც თამაშის მერე აი რო ფიქრობ რომ აი რო შეგეგდო რა ამბავი მოხდებოდა რა აი მაგაზე რო ფიქრობ აი ეგ საერთოდ ხო მესმის რომ აზრი არა აქ მაგ დროს ხო მაგრამ მაინც გეწყება რა გეფიქრება რომ აი რო გამეტანა მაგრამ მაგ დროს აი რა იმართება ფეხბურთელს მესმის რომ აი ეგეთ მომენტში ვარჯიშზე ალბათ 10-დან 10 გაიტან ადამიანი მაგრამ თამაშზე რა ხდება ეგეთი რომ აი ეგ არის რა წნეხი ალბათ და უმეტეს შემთხვევაში მომენტები ფუჭდება იმიტომ რომ ფეხბურთელი საჯარიმოში ჩქარობს ხო მომენტის დამთავრებას რა ბოლოს მაინც იქ მიდიხარ რომ იმ момენტში მაინც 7 უნდა იყო რა იმიტომ კი ვარჯიშზე რა გამოსამუშ ანუ გამოიმუშაო მე აი უბანში რო თამაშობ მაშინაც კი ღელავ რომ მიიღებ არის შენთვის რაღაც ვიღაცის რჩევები რაღაც ლიტერატურა არის ისეთი რასაც ეცნობი იმისთვის რომ აი თეორიული მხარე
თუნდაც აი თითქმის ყველა ფეხბურთელის ავტობიოგრაფია წაკითხული მაქვს, იმიტომ რომ მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ მანამდე, როგორ ცხოვრობდნენ პროფესიონალობის დროს და რას აკეთებდნენ რა თამაშების მიხედვით. სხვადასხვა აი წიგნებზე თუ დავიწყებთ საუბარს, ყველაზე დიდი გავლენა, რომელმაც წიგნს ჩემზე მოახდინა, არის ჯემალ ქარჩხაძის მდგმური რა. აი მაგ წიგნის მე უფრო აი გადავაფასე რაღაცეები რა ცხოვრებაში თუნდაც და თუნდაც აი სპორტის მხრივ. ჩვენ ვაკეთებთ ეს რუბრიკას საქართველოს ბანკთან ერთად. არ გაჩერდა, ასე ქვია. არაერთხელ ახსენე სხვათა შორის შენ, რომ რაღაცა აღმოჩნდა, რომ რთულ პერიოდში ვიყავი, რაღაც არ გამომდიოდა. ვერ იყო ისე ყველაფერი როგორც უნდა ყოფილიყო, მქონდა დაცემის პერიოდები და მე იპოვე, არ ვიცი, ძალა რაღაცით, რომ მოსულიყავი იქამდე, სადამდეც მოხვედი. როგორია შენი არ გაჩერების გზა? ანუ თუ ვიტყვი, რომ იმ მომენტში რა იყო არ გაჩერების მიზეზი, ვიტყვი, რომ ის რომ მქონდა მიზანი. ის რომ დღეს ანუ გარიყავი იქ, სადაც დღეს ვარ რა, ანუ იმ საფეხურზე, რაცაც ტოპ 5 ჩემპიონატი და ბუნდესლიგა ქვია, ყოფილიყავი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. და დღეს თუ ვიტყვი, ჩემი მომავალში არ გაჩერების მიზეზი რა არის, ალბათ ის რომ მსუსს რომ ყოველთვის იყო მოთხოვნადი რა. და ამ ყველაფერში უკვე ის იგულისხმება მოთხოვნადობაში, რომ უნდა განვითარდე, უნდა ვიყო წარმატებული, უნდა განვითარდე, რომ ან თუ იმ დონეზე დავრჩი, რაზეც დღეს ვარ, ის მოთხოვნადი აღარ ვიქნები რა, არც გუნდისთვის და არც თუნდაც ეროვნული ნაკრებისთვის რა და ჩემი მთავარი ის ეგ არის რა და მაგის შემდეგ უკვე მოდის რა თქმა უნდა ოჯახის წევრები რა, იმიტომ რომ მახსოვს მათგან ბავშვობაში ძალიან ბევრი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და თუნდაც იმ დროს როცა ფეხბურთელობა გადავწყვიტე და მათმა მხარი დამიჭირეს და ის გაჭირვებული წლები რაც გამოიარეს, ჩემს გამო და თუნდაც იმ მომენტში ცხოვრებიდან გამომდინარე, არ მქონდა უფლება რომ მათი ცხოვრება არ შემეცვალა რა, რადგან მე ამ საქმეს მოვკიდე ხელი, იმიტომ რომ როცა მე უკვე გავიაზრე რომ თურმე ამ ფეხბურთს ფინანსურადაც შეუძლია რომ კარგად მამყოფოს არა მარტო მე, არამედ ჩემი მშობლები, ჩემი და ჩემს ირგვლივ ის ნათესავები, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ რა და ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ალბათ ეგეც იყო, რომ თუნდაც დედა ჩემისთვის და მამა ჩემისთვის ის გაჭირვებული წლები რაღაც ხრი კომპენსაცია გამეკეთებია რა, იმიტომ რომ ხო ან ძალიან ბევრი ამაგი მახსოვს რა მათგან განსაკუთრებით დედა ჩემისგან, იმიტომ რომ მამა მაშინ მუშაობდა და ზრუნავდა იმისთვის რომ შეერები არ ყოფილიყავით და დედა იყო ის რომელიც დამატარებდა ფეხბურთზე, იქნებოდა ქარი, თოვლი თუ წვიმა და ეგ ყველაფერი რომ გამოვიარე და ნახე თუ რამდენს აკეთე და ჩემთვის უკვე როცა გავიზარდე და მქონდა შესაძლებლობა რომ წარმატებული ფეხბურთელი ყოფილიყავი, უფლება არ მქონდა რომ ბოლომდე არ მიმეყვანა ის საქმე რა და ალბათ იმ დაცემების დროსაც და რთული პერიოდის დროსაც მთავარი მამოძრავებელი ძალა ალბათ ეგ იყო რომ რა თქმა უნდა საკუთარი თავის ის რომ წარმატებული ყოფილიყავი, მაგრამ რაღაც რომელიღაც ტვინის ნაწილში ეგ ყოველთვის მქონდა თავში რომ ჩემი მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ცხოვრება უნდა გამეადვილებინა რა. მაგარია, კარგია. ანუ მიზანი, რომელიც გაქვს და ადამიანები რომლებისთვისაც ასევე აკეთებ იმას, რაც აკეთებ. ხო, იმიტომ რომ კიდე დავამატებ იმას, რომ ძალიან როგორ თქვა, ხო, როგორც თქვი მანამდე, ძალიან ბევრი გააკეთეს ჩემთვის. ჩემდას გამოვყოფდი კიდე, იმიტომ რომ მე ვერ ვარ ალბათ ისეთი ძმა, როგორიც ჩემი და არის და რა. ხატიას მოკითხვა, სხვადასხვა ხატიას გავლით მას შევერაფებე კონტაქტებოდი ხოლმე ბუდი. არის ადამიანი,
რომელსაც ყველაზე მეტად უნდა რომ კარგად ვიყო რა. კი, რა თქმა უნდა მეც, მაგრამ ჩემი და უფრო რაღაც სხვანაირად გამოხატავს იმ დედმამიშვილობას, ვიდრე მე რა. როგორ ვიტყვი, იცი? აი არ ვამბობ რომ ყურადღებო ვარ, მაგრამ არის მომენტები რომ შეიძლება რაღაც 2-3 დღე არ დავრეკო ან არ მივწერო ჩატში, რა WhatsApp-ის ჩატში ოჯახის წევრებს რა. არ ვიცი ეგ რატო მემართება ხოლმე, მაგრამ ბავშვობიდანვე სულ მაგაზე გქონდა ჭუბი რა, როცა თბილისში გამომიშვეს. ყოველთვის მეჭუბებდნენ რომ ბიჭო დაგვირეკე. რა გახდა? ერთხელ ან დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ მაინც დაგვირეკენ რაღაც რა. თუმცა ხო, მაგის მე ცოტა გამოვასწორე ეგ თვისება. მაგრამ არ ვამბობ რომ ხო, კიდე გამიმეორდები, არ ვამბობ რომ ვარ უყურადღებო რა. შემდეგ უკვე ეგ ყველაფერი კიდე იმით შეიცვალა ის თუნდაც არ გაჩერების ისაც ვამბობდი რომ მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ის გზა და ის შემეცვალა რომ მე უკვე საკუთარი ოჯახი დაემატა რა მაგ ბავშვი მეუღლე ჩემ მეუღლესთან ერთად როცა გავიცანი და უკვე შევქმნით ოჯახი მაგის მერე უფრო დაიწყო ჩემი კარიერული აღმასვლა რა ალბათ იმიტომ რომ მასთან ერთად თან სიმშვიდეც ვიპოვე რა ჩემ თავში ალბათ და როგორც თქვით სიყვარულს დიდი ძალა აქვს რა ფაქტია კი ხო და რა თქმა უნდა რა ვიცი კიდე ერთხელ არაერთხელ მithქვამს მაგრამ ამ თქვენი გადაცემიდანაც ვისარგებლებ და მადლობას გადავხდი თითოეულ ადამიანს ვინც კი პატარა წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში აი ეს არის გულწრფელი დათქვა მეგობრებო ამდენ ხნიანი გამოცემის მერე ვხვდები რა არის გულწრფელი და რა არა ეხლა ნახეთ შენი ფოტო, ბავშვობის ფოტო, სადაც ჭადრაკს თამაშობ. და ძალიან საინტერესო რაღაც თქვი რომ ხანდახან ვიფიქრობ რომ ვუბრუნდებიო აი ბავშვს საკუთარ თავს, დიალოგი გაქვს, რა ჩაიფიქრე მაშინ და სადამდე მოხვედი. ანუ მაშინ რაც ქონდა ჩაფიქრებული რომ მე მინდა რომ გავხდე ეს ასეთი და მივახციო ამას. პირნათელი ხარ ეხლა შენს ბავშვობასთან, იმ დროინდელ ბუდუსთან. კი, ძალიან ანუ როგორ თქვა, იმ ბუდუმ, რაც იმ ბავშვობის ბუდუმ, რაც ჩაიფიქრა, აი თუნდაც ჭადრაკს რო თამაშობდა. მაგ სურათში უკვე ფეხბურთი შემოსული იყო რა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეზოშიც ვთამაშობდი და უკვე ვარჯიშშიც დავიწყე, ანუ პირველად მასწავლებლებთანაც. და აი როცა უკვე საფეხბურთო სკოლაში შევედი და გავაცნობიერე თუ რა შედეგს შეიძლება მიმეღწია და მივსულიყავი, ვამბობ რომ უაღრეს დონეზე თამაში იმ ბუდუმ ჩაიფიქრა თქმა უნდა დაისახა მიზნად რომ ერთ დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი ყოფილიყო და ამ პროფესიონალ ფეხბურთელობას შემდეგ უკვე დაემატა ის რომ უკვე ბუნდესლიგაში ტოპ 5 ჩემპიონატში ვთამაშობ, ეროვნული ნაკრების წევრი ვარ, რომელთან ერთადაც ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და ბევრი ისეთი თუნდაც ინდივიდუალური ჯილდო ავიღე, რაც რა თქმა უნდა მსურდა რომ მქონდა ამპლუიდან გამომდინარე, თუნდაც ბომბარდირობა, საქართველოს ჩემპიონატის საუცხოელობა და ასევე საქართველოს ჩემპიონობა და პირნათელი თუ ეგრე ერთი სიტყვით უნდა ვთქვა, პირნათელი იმ ბუდუსთან ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც ქონდა ის მიზნები დიდმა ბუდომ აუსრულა. მაქსიმალისტი ხარ ისე არის, საკუთარ თავს რა მოთხოვნებს უყენებ? მე არ ვარ მაქსიმალისტი. თუ სადმე შეიძლება რომ იოლად გავძვრე, ავირჩევ რომ იოლად გავძვრე. და მე არ ვარ პირნათელი საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში ვიზარმაცე სხვა რაღაცაში დავხარჯე დრო, იოლად გავედი. ვიტყოდი რომ ვარ მაქსიმალისტი, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონდა ისეთი შემთხვევა, რომ შემეძლო რომ, რა უჭირს მე რა, მე თქვა ეგრე რომ აი არ გამომივიდა, არა უშავს და გავაგზელო
რაღაც ერთ დონეზე სვლა. მაგრამ ბევრი წეგანაც ვახსენე რომ ფოტოს დროს ბევრი დაბრკოლება მქონდა, რა დროსაც შემეძლო რომ ეგ ყველაფერი მეთქვა ჩემი თავისთვის, თუმცა რადგან მე მქონდა ის დასახული მიზანი რომ ტოპ 5 ჩემპიონატში მეთამაშა, ეგ ეგრე გქონდა ნათქვამი რომ ტოპ 5 რომელიმე ჩემპიონატში უნდა ვითამაშო? რო დავიწყე, რომ გავიაზრე უკვე რომ რას ნიშნავდა პროფესიონალი ფეხბურთელობა, რას ნიშნავდა ეროვნული ნაკრები, რას ნიშნავდა რასაც უყურებდი რა ტელევიზორში, რა თქმა უნდა, ბავშვი რო ხარ, ყოველთვის უმაღლეს რაღაცებზე ოცნებობ რა, რომ აი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშო, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მე როცა უკვე გავიაზრე, რომ თან მით უმეტეს იმიდან გამომდინარე, რომ ასაკი ხა აღარა მაქვს ისეთი რა ახალგაზრდული 31 წლის ვარ უკვე არ ითვლება ეს ასაკი ფეხბურთში ახალგაზრდულ ასაკად და ანუ ჩემთვის ორმაგად კიდე უფრო საამაყოა რომ ანუ ამ ასაკში ვფიქრობ რომ პირველი ქართველი ვარ რომელმაც შეძლო რომ რაღაც დაბალი დონიდან უმაღლეს ტოპ 5 ჩემპიონატში გადავიდა რა. ვფიქრობ რომ მე ჩემს მაქსიმალისტობაზე მეტყველებს მაგაზე და ყოფილა შემთხვევები რომ ხანდახან შეიძლება მეზარმაცა რაღაც დამეკლო რა და იყო კიდეც ანუ უფრო ახალგაზრდულ ასაკში რომ ანუ აღიარებ რომ იყო ეგეთი შემთხვევები რომ რაღაც მომენტში შეიძლება რაღაც გაკეთება აი ვამბობ რომ აი დამატებითი ვარჯიშია თორე ვარჯიშის დროს გუნდში ვარჯიშის დროს არასდროს არ ყოფილა რომ რაღაც მეზარმაცა ან ბოლომდე 100%-ით არ მევარჯიშა მაქსიმუმი უნდა გავაკეთო რა იმიტომ რომ მე რომ დაუბრუნდები გასახდელში და სარკეში ჩემ თავს შევხედავ არ უნდა შემწხვეს რა ჩემ თავთან და თავი არ უნდა ჩავხარო და არ ვთქვა რომ 100%-ით არ ვიყავი რა ისე რომ თავი არიდო სარკეში ჩახედოს ეგრე არ ანუ ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეგ არის რომ შენ თავს დაუსვა კითხვები რა საკუთარ თავთან იყო მართალი მაგას გულისხმობ რომ ანუ ეხლა რა კითხვები გაქვს ცხოვრების ამ ეტაპზე დიალოგი უნდა გქონდეს ჩემი აზრით საკუთარ თავთან იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა სხვა ადამიანები გაძლევ რჩევებს და თუნდაც გაკრიტიკებენ მაგრამ შენზე მეტად არავინ არ იცის რა საკლებთ და რა კარგად გამოგდის რა ამ ცხოვრების ამ ეტაპზე რა კითხვები გაქვს საკუთარ თავთან მე აი თუნდაც აი თავიდან რომ მქონდა აი ეხა აქ რო გადმოვედი ბუნდესლიგაში მქონდა ისეთი უგოლო სერია რა 9 თამაში არ მქონდა გატანილი და აი თუნდაც მაგ დროს ჩემ თავს ვეკითხებოდი რამე სხვა არ აკლებ იყავი კი მზად რომ მეორე ბუნდესლიგიდან ეგრევე ანუ უცებ წამოსულიყავი რა ზამთარშივე ბუნდესლიგაში წამოსულიყავი სულ მქონდა ეგ მაგრამ აი სულ ვეუბნებოდი ჩემ თავს რომ კი იმიტომ რომ დრო ჩემი აზრით დრო იყო რომ ბუნდესლიგაში მეთამაშა რა არიან ფეხბურთელები რომლებსაც ძალიან მარტივად შეუძლია ადაპტაციის გავლა მაგრამ მე ვიკუთვნები ისეთ ფეხბურთელს რომელსაც ცოტა დრო ჭირდება რომ ადაპტაცია გაიაროს გუნდში რა და თუნდაც ჩემპიონატში თითქმის ყველა გუნდში სადაც გადავედი ყოველთვის გამიჭირდა თავიდან აი თუნდაც კარლსრუეში მანამდე უნგრეთში ვიყავი მე აქაც და თუნდაც აი ნაკრებშიც კი ცოტა ინტეგრაცია ჩემი თავის გამიჭირდა თავიდან რა მაგრამ მე უკვე როცა დრო გადის და რაღაც და ალბათ რო ურთიერთობაში შევდივარ ადამიანებთან რაღაც უფრო ვიხსნები მე ეგ მოედანზეც რა თქმა უნდა გადადის და უკვე იმას ვაკეთებ რაც შემილია რა ყველაზე კარგად რაც შემილია იმას უკვე კარგად ვაკეთებ და აი ეგ ძალიან საინტერესო ეპიზოდია როცა შენ ამბობ რომ 9 მატჩიანი უგოლო სერია მქონდაო მე აბსოლუტურად სხვა ტიპის ადამიანი ვარ 9 თამაში ვერ გატანილი გოლი მე დამანგრევდა შენ როგორც ჩანს რაღაც ძალა იპოვე იმისთვის რომ ისევ მოსულიყავი ფორმაში ჩემნაირი ადამიანებისთვის ძალიან საინტერესოა მოსმენა რჩევის სად შეიძლება ადამიანმა იპოვოს ნუგეში რჩევა ძალა საიმისოდ რომ ისევ დაბრუნდეს რაღაც ხაზზე ანუ საბოლოო ჯამში მაინც იმაზე მივდივართ რომ ყოველთვის პოზიტიურად უნდა იფიქრო რა მაგათაც მქონდა რო გადმოვედი კარლსრუედან მქონდა ის ფიქრები რომ ხوارჯობდა იქ დავრჩენილიყავი იმიტომ რომ ეს გუნდი მაინც არ არის სახელმწიფო მდგომარეობაში ბუნდესლიგაში და იმასთან კარლსრუესთან ერთად ვიყავი მეორე ადგილზე და მქონდა გადმოსვლის შანსი
ეგ ფიქრები მქონდა, როცა გადმოვედი და თან ეს გოლები ვერ გავიტანე ამ თამაშებში და გუნდისაც არ ქონდა ესეთი შედეგი, როგორც გვინდოდა, იმიტომ რომ წაგებების სერია გქონდა. მე-15-ზეა ხო, ეხლა თუ მე-16? ეხლა ვართ მე-16-ზე, ხო. შემდეგ სხვათა შორის ფსიქოლოგსაც ვესაუბრე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხმარება. აი კალსრუეში ვიც ვყავდა, იმ ფსიქოლოგს ვესაუბრე რა, გუნდში ყავდა, კარგი ურთიერთობა მქონდა ძალიან. მითხრა რომ საუბარი მსურდა მასთან და მითხრა რომ აი ფურცელზე ვადექი ვეხავ და ჩამოწერეო რა არისო, დადებითი მხარეო რომ მან ბუნდესლიგაში ხარო და რა არისო ცუდი ანუ რა არის უარყოფითი, რაზე ფიქრობ რომ უარყოფითიაო რა. რა თქმა უნდა პოზიტიური ის იყო რომ უფრო მაღალ ლიგაში ვიყავი, იქ ვიყავი, სადაც თამაში მინდოდა, იქ ვიყავი, სადაც ვოცნებობდი და ეგოცნება ავისრულე და აი მაგ საუბრის და იმ ყველაფრის შემდეგ უკვე ყველაფერი ჩემ თავსაც შევატყვე, რომ ანუ თამაში უკეთესად გამომდიოდა და ყოველთვის ვჯეროდა, რომ ანუ მაგ პერიოდში უბრალოდ ვჯეროდა, რომ ის გოლი მოვიდოდა რა, იმიტომ რომ არ არსებობს, რომ თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემნაირ თავს ხმელმა რომ რაღაც 18 თამაში, 19 თამაში უგოლოდ დაასრულოს რა. სტრატეგია რა არის ამ დროს? ცხოვრებისეულად ხო იცი რას ამობენ, რომ აი სიყვარული კი არ უნდა ეძებო, არამედ რაღაც თვითონ მოვა. თავარია რომ არა, გოლი თავისით არ მოდის? გოლი თავისით, ახლა შენ რო იდგე და ესე იყურო, აი და მეცემა თავში და გოლი გავა, ეგრე არ არის. ანუ უფრო მეტი და მეტი რა, უნდა ივარჯიშო, თუნდაც იმ ვარჯიშის მერე რომ შეგდებაზე, ანუ ფინიშინგზე ივარჯიშო, მაგალითად ვარჯიშობ, რომ შენმა გუნდმა პასი მოგცა, მიიღე და არტყე. თამაში რომ ეგეთი მომენტი ჩაგივარდება, მაგაზე ფიქრს აღარ დაიწყებ რა ვქნა რა, ის ტვინი უკვე ავტომატურად გააკეთებს. ან მექანიკაში გააკეთებს. ხო, muscle memory-ს ასეძახიან. ავტომატურად გააკეთებს, რომ მიიღებს და არტყავს და გავა რა. და აი სხვათა შორის პირველი გოლი რაც გავიტანი აქ ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ, მაგაზე როგორ თქვა, მაგაზე უფრო ლამაზი გოლი მაქვს უნგრეთში გატანილი, თუმცა მაგ თამაშამდე 2 დღით ადრე იყო ატლეტიკო რეალ მადრიდი თუ არ ვცდები და ხუან როგორი ალვარესმა გაიტანა დაახლოებით ეგეთ სტილში რა. და რაღაცნაირად აი ის ბურთი რო ჩემსკენ მოდიოდა, ანუ ბევრი აღარ მიფიქრია, მეთქი უეჭველი უნდა დავარტყა რა და რომ მივიღე ეგრევე დავარტყე. ანუ რაც მქონდა იმაში, ანუ ავტომატურად ხო ნავარჯიშები და ის დამახსოვრებული, ზუსტად ისე გამოვიდა რა. და გამოვიდა ერთ-ერთი ვასილამაზით ალბათ მეორე ადგილზე, იმიტომ რომ ხო თქვი. პირველი ალბათ უფრო ცოტა კუთხიდან იყო და უფრო რთულად შესასრულებელი. თან მით უმეტეც რომ მემარცხენე ვარ და მარჯვენათი გავიტანე ორივე გოლი. და თან ისეთია რომ აი ეგეთ პერიოდს რომ აი რაღაც სუნდი ფიქრები გაქვს და ის გოლსო გაიტან ეგრევე ნულდება ხო? ყველაფერი თავი გიცარიელდება რა მაგ ფიქრებისგან. ისე ეგ სახშიც მოყვება ხოლმე საფეხბურთო ისინი პროგრამები. აი მაგალითად ოჯახში რომ მიდიხარ და ცუდ ხასიათზე ხარ. ხო იცი რა არის? ფიქრობ იმაზე რომ აი გოლი არ გამიტანე რა. ხო, სხვათა შორის აი ბავშვობიდან მქონდა ეგ ის, რომ აი რატო იცი, რომ სახში რომ მოვიდოდი რომელიმე თამაშიდან ბავშვობის პერიოდს ვამბობ რა. პირველი კითხვა ყოველთვის იყო მშობლებისგან, გოლი გაიტანე და რო ვეტყოდი რომ არა, რატო? ანუ რატო რა, ანუ არ ანუ ეგ კითხვა ვერ ამოხსენი ვერანაირად დღემდე. აი ეგ კითხვა რატო უნდა დასვა, რატო ვერ გაიტანე? რატო არ მინდოდა და არ გავიტანე თუ რა? ხო და ყოველი თამაშის მერე მეორდებოდა ბავშვობაში. ბოლოს უკვე ვერ მეუბნებოდი რომ ვერ გავიტანე. ანუ ვერ იძებოდა თქმა რომ არ გავიტანე, იმიტომ რომ ვიცოდი მომდენო კითხვა რა იყო რა. ხო, ძალიან გაია. ეხლა უკვე ვცდილობ რომ ანუ ეგ ისა რა ქვია, ნეგატივი სახში არ მოვიტანო რა, იმიტომ რომ რა მომენტში ქრება, იცი, აი დაგრუზული რო ვარ რაღაც ცუდ ხასიათზე რო წავაგე რაღაც კართან რო ვდგავარ, აი მანდ უკვე ქრება, იმიტომ რომ კარს რო შევაღებ, ჩემი ბავშვის სახეს რო ვხედავ და როგორ მორბის ჩემსკენ, უკვე ყველაფერი გავიწყდება, აი ესე საფეხბურთო სამყარო რა, იმიტომ რომ უკვე მთლიანად კონცენტრირებდიო ბავშვთან ვიყო ყველანაირად
ანუ ეს არ მიიტანო აქაური ხო, ანუ ჩემი რაღაც რომ ხო, არა, ჯერჯერობით არ მეკითხება, ხო და. მოდი შევეხჩი საკუთარი მაგალითები მომყავს, მაგრამ მე ვამჩნევ ხოლმე იშვიათად საკუთარ თავს, რომ გადმომყვა შვილთან ურთიერთობაში ისეთი რაღაცები, რაც ჩემი მშობლებისგან არ მომწონდა. ეხლა ვამჩნევ რომ მე თვითონაც ვაკეთებ. სხვათა შორის მე არ მაქვს ეგ. არა? არა, ხო, მე ანუ შენ არ გითხავ რომ რამე რატო არ გაიტანე. ხო, არა, პირიქით ანუ აი რაღაც რო ხატავს ან რაღაც ეხა თან ისე დასახშია რომ ჯერ ვერ ხატავს რა კარგად რა. მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის ეუბნები რომ ძალიან ლამაზია რაღაც, იმიტომ რომ მინდა რომ ის გამომხნევო შევაქო რომ რაღაც თავის თავს ჯერჯერობით დიდი ისინი არ დაუსახოს რა. ჯერ ეხა ისეთ ასაკში 5 წლის არის, მაგრამ მე მგონი რომ აქედანვე ყალიბდება ეგ. ხო, ანუ ეგრე მაგას ვთქვი, ეხა კიდე იმას ვთქვი რომ არ ვამბობ რომ ანუ ჩემი მშობლები, ანუ რა თქმა უნდა ჩემთვის საუკეთესო მშობლები არიან, თუმცა ვცდილობ რომ მათზე უკეთესი მშობელი ვიყო რა ჩემი ბავშვის მიმართ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მით უმეტეს ამ ასაკში რომ ბავშვმა იგრძნოს მშობლისგან ის ყურადღება და ხარდაჭერა არის კიდევ. ხარდაჭერა და თუნდაც ის რომ აი ხანდახან ძალიან დაღლილი ვარ და ცუდ ხასიათზე, მაგრამ არ მახსოვს რომ ბავშვისთვის მეთქვას რომ დღეს ვერ გეთამაშები რა, იმიტომ რომ ჩემი ბავშვთან ერთად რო ვარ, არა მარტო ჩემი ბავშვები მანამდე ძალიან მიყვარდა და ყველასთან აი ნათლული რაღაცა მეგობრის ბავშვებთან რომ მივდიოდი სანახავად, სულ ყველა რატომღაც ირჩევდა რომ ჩემთან ერთად ეთამაშა რა, ალბათ იმიტომ რომ მეც იმ მომენტში რაღაც ბავშვი ხვდები რა, მინდა რომ აი ისე ვეთამაშო როგორც დიდი კი არა, აი როგორც პატარა რა. როგორ არის? აი თვითონ თუ ვერ აკეთებს რაღაცას, მეც ვერ უნდა გააკეთო. ხო, არ ვაკეთებ რა. შეიძლება ეგ არ არის კარგი, მაგრამ არ ვაჩვენებ რომ მე მასზე დიდი ვარ და რაღაცები უფრო უკეთ შემიძლია. ვა, ეგ საინტერესო ის არის. რადონემდე აპირებ რომ შენი შვილის ცხოვრებაში ჩაერიო? აი მე ამაზე დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩემი ერთადერთი მისია არის ის რომ მხარი დაუჭირო და მაქსიმალურად ხელი შეუწყო იმაში რომ იყოს ბედნიერი. დანარჩენი არის სულად მისი საქმე. მშობლის პირველი ის არის რა თქმა უნდა რომ შვილი იყოს კარგად იყოს ჯანმრთელი და იყოს ბედნიერი. ხო. და რა თქმა უნდა ისე არ უნდა ანუ კიდე ისე რაც ვთქვი რომ ძალიან არ იყოს დამოკიდებული მაგალითად მშობელზე რომ მშობლებს ჩემზე და თუნდაც ჩემს მეუღლეზე რომ რაღაც შველა რო უნდა პირველი მხსნელი მე არ უნდა ვიყო რა პირველად თვითონ უნდა ცადოს რა თქმა უნდა რომ თუნდაც რომ დაეცემა რაღაც ანუ არ მივდივარ რა ასაყეებლად იმიტომ რომ მინდა რომ თვითონ წამოდგეს რა იმიტომ რომ ცხოვრება ისეთია რომ ბევრჯერ მოუწევს დაცემა რა თუ არ მოუწევს ძალიან კარგი მაგრამ ცხოვრება ისეთია რომ სადღაც იქნება ეგეთი მომენტები რა და არ უნდა მოხდეს ისე რომ ეძებდეს მამას რა ანუ ასაკი არ ვიცი რამდენი ხანი ვაპირებ არ მიფიქრია მაგაზე ჯერჯერობით რომელ ასაკამდე ვაპირებ ან რამდენი ხანი ვაპირებ რომ ეგრე ვიყო ან ხელი შეუწყო ან რაღაც მაგრამ შენ როგორც თქვი ვეცდები რომ ბედნიერი იყოს და ხელი შეუწყო რაღაცეებში რა. ეს აქაური ნარიყალა ვითო? ეს ამან თავარი ციხესიმაგრე და სანახაობა. მეტი სხვა ვერაფერს ვერ იპოვით ამ ქალაქში. სტადიონი ძალიან შვიდი ქალაქი ჩანს ხო როგორც ვთქვა. ძალიან თან ცოტა ხალხი ცხოვრობს. მე აქ არ ვცხოვრობ. არა, შენ ულში ცხოვრობ, ხო, იქ დაგე დადიხარ. ულმის კაი წყნარი ქალაქი არის. ხო, მაგრამ ამას ბევრად ჯობია რა. ეს კიდე უფრო ისეთია. ეს არაფერი არ ხდება. მაგრამ როგორც შენ თქვი, ხალხის მთავარი ესა რა ქვია, ივენთი არის ფეხბურთი, ხო და დავადების დღე და ქორწილი. რომელსაც სხვადასხვა ჩვენ სტადიონზე იხდიან ხოლმე იქ ვიპლოჟაში რა. ქორწილებს? კი, აქირაებენ და ბანკეტები რაღაც ის. როგორი ქორწილები? სეფა არ არის გაშლილი, მაგრამ თეფს ეხავენ შემოსვლისას თუ არა? ტრადიცია არა.
ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა, რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ. ვაკეთებთ სელფისთან ერთად. ჩვენს პარტნიორთან ერთად. სულ მინდა ხოლმე მის გარკვევა, აი რას გრძნობს ადამიანი, როცა აცვია ეროვნული ნაკრების მაისური. აი წარმოიდგინე, რომ მთელი ქვეყნის ღირსებას თუ არც ვიცი როგორ. ძალიან მარტივად, უბრალოდ ძალიან მასშტაბურად რო შეგახედო, ხა რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფორმის ჩაცმა და თან იყოფნა რა. ჩვენ ხო 3 მილიონი ცხოვრობს საქართველოში და ალბათ რაღაც 1 მილიონი არის საზღვარგარეთ, ხო ალბათ 4 მილიონი ქართველი ვართ. რა მოდი ისე ვთქვათ. 4 მილიონიდან ვთქვათ 4 მილიონს უნდა რომ იყოს ფეხბურთელი რა. და გაქვს იმის შესაძლებლობა შენ ერთს. ანუ 4 მილიონიდან 23 კაცში ხარ, ერთი კაცი და შენ ერთ-ერთი ხარ და გაცვია ეროვნული ნაკრების ფორმა. უსმენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ჰიმნს, მღერი ხარ და წარმოადგენ ეროვნულ ნაკრებს რა. ძალიან ის წარმატებული შედეგი გამეკეთებია, რაც გავაკეთეთ და მონაწილე ვიყავი იმის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გავიდა რა. ჰიმნის დროს რაზე ფიქრობს ფეხბურთელი? ჰიმნი რო ეს ტექსტზე ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იქნებოდა რა. ანუ რა თქმა უნდა, ცდილობ რომ ძალიან ხმამაღლა იმღერო, ანუ იმი კი არ თამაშობ რო რაღაც, მაგრამ ანუ კომპლექსების იმღერა თუ არ იცი, გავიწყდება, მაგრამ არა, უშენობა. კიდე რომ ის ემოციურობა გამოხატო, რომ შენ გუნდელს თუ რაღაც გადასტო რა, რომ დაიმოხტოს კიდე უფრო რა. არ ჭირდება ყველას რა თქმა უნდა თავისი ის აქვს. მაგრამ მე რაღაც ჩემი იმით ვცდილობ შეძახილი თან მაგ სიმღერით ვცდილობ რომ ჩემს თანაგუნდელს კიდე უფრო მეტი მუხტი მივცე რა. და მე უკვე რომ წარმოიდგინე 56000 კაცი რომ ვიდეოს აკეთებს, მანდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რა მაგას. თუნდაც რომ იყო რა ევროპის ჩემპიონატზე რო არ მითამაშია, იქაც ბედნიერი ვიყავი რომ იქ ვიყავი რა თქმა უნდა, ეხლა სურდა რომ მეთამაშა ყველა თამაში და ის, მაგრამ ვიყავი ბედნიერი რომ იმ ისტორიის ნაწილი ვიყავი და იმ საქართველოს ნაკრების ნაწილი ვიყავი, რომელმაც წარმატებას მიაღწია. იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ბევრი ძალიან მაგარი ფეხბურთელის უთამაშია. ჩემზე ბევრად მაგარ ფეხბურთელის უთამაშია, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს იმ წარმატების მიღწევა, რაც ჩვენ შევძელით რა. თქვენ თაობას ამ ნაკრებს გულისხმობთ, ხო? კი, ამ თაობას, ხო და მაგიტომაც ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი ჩემი თავით, რომ იმ მომენტში იქ ვიყავი და პატარა წვლილი არ მაქვს შეტანილი იმისთვის, რომ ნაკრები იქ ყოფილიყო. რეკომენდირებულია რომ მაგ დროს 20 ქსელს ადევნო თვალი? ანუ მაგას ყველა მსელი გეუბნება რომ რა თქმა უნდა არა. აი მაშინ გახსოვს ამბავი იყო რომ რაღაცა ბუდულს რაღაცა არა თამაშებს იმის გამო, ამის გამო, რაღაცა მაგ იმაში იყავი? კი ვიყავი და ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი ერთ-ერთი შეცდომა არის რომ იმ მაგ მომენტში არ ვთქვი რომ არანაირი პოლიტიკური ის არ იყო. მაგრამ ეგ იმიტომ არ გავაკეთე რომ კიდე რაღაც დამატებითი აურზაური არ მოყოლოდა რა, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იყო ევროპის ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა გვინდოდა რომ მხოლოდ ფეხბურთზე გქონოდა ფოკუსირება რა. და მაგიტომაც იყო თუნდაც ის ჩემი ნათქვამი პოსტები რაც იყო რომ ჩემი თხოვნით რომ ავაღებინე გვერდებს. ეგეც მხოლოდ მაგიდან გამომდინარე იყო რა. თორე არც არავისგან ყოფილა რაღაც. ხო და მაგის ის რა მაშინ ვეღარ მივდი, ანუ იმასთან ჯაფარასთან პოდკასტის ხო, ჯაფარასთან კი და აი მაგასაც ხო არ მომეც ახალი საშუალება, მე ჯაფარასაც რაღაცებს აბრალებდნენ, მაგრამ ჯაფარას არანა არის. ჯაფარას ანუ ბრალი არ ყოფილა არაფერი, უბრალოდ მე ვთხოვე და გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და აიღო, იმიტომ რომ მაშინაც თქვი, რომ არ მინდოდა რომ რაღაც ზედმეტი ის წნეხი და რაღაც წამოსულიყო ნაკრებზე რა, იმიტომ რომ მე ვარ ერთი და დანარჩენები არიან ნაკრები დანარჩენი არის რა კიდე ხო ფეხბურთელების და ერთი კაცის გამო მთელ ნაკრებს არ უნდა შეიქმნას რაღაც ის როგორ თქვა ეხლა რაღაცას აი რასაც ვიკითხავ საერთოდ არ მეხალისება
ეს რა ქვია ეს თემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ. ოღონდ ვიკითხავ ესე ცოტა სხვანაირად, რომ არანაირი უხერხულობა არ იყოს არ ჩემი მხრიდან და მოკლედ. ჩემი ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ჩემ გვერდით მყოფი, ვის ერთგულებაშიც, ვის პატრიოტიზმშიც ეჭვი არ მეპარება არც ერთი წამით და არც იმ გულმხურვალე გულშემატკივრობაში, რაც აქვს საქართველოს ნაკრების მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო პერიოდში შეიძლება ისე გულმხურვალედ ვეღარ გულშემატკივრობს ნაკრებს, იმიტომ რომ მათთვის ესეთ რთულ მომენტებში ვერ დაინახეს ნაკრების წევრების მხრიდან საკადრისი მხარდაჭერა. შეგიძლია ამ ადამიანების გაგება, გაგების დონეზე, რომ აი რატო და როგორ. ანუ ხო რა აქვთ გული აცრუებული, იმიტომ რომ ალბათ ვერ დაინახეს ჩვენი ანუ ნაკრების მხრიდან ვერ შეთქვა. აი ეს ამბები რაც ხდებოდა, იყო რაღაც არაერთი, მაგრამ ზოგი იყო ისეთი არც მწვადი, არც შამფური დაწვის ეს რა ქვია. ანუ იცი რა არის აი მაგ დროს დაწერა არ დაწერაზე როცა მიდიოდა საუბარი არის ისეთ იყოფილა უბრალოდ ისეთ შემთხვევაში ბევრი რომ ვიღაცამ რაღაც დაწერა, მაგრამ ქვემოთ კომენტარები ყოფილა რომ აუ ეს რატო არ თქვი, ის რატო არ თქვი. ანუ რაც შენ გინდა მე იმ სიტყვებით ვერ ვიტყვი რა, შენ რაც გინდა რომ თქვა. მე ხო ჩემი მოსაზრება მაქვს, სხვას თავის მაგრამ რამდენი ადამიანისა და იმდენი აზრი არსებობს, ხო? ანუ არ უნდა მითხრა რომ ესე დაწერე. არა, ეგ შეკვეთა რომ არ უნდა იყოს ხო გასაგებია. ხო, ანუ ამბობ რომ ყოფილა რა ეგ შემთხვევები. ხო. გაგებასაც შეეხება შეიძლება გაიგო, თუმცა იქეთა მხრიდანაც უნდა იყოს როგორ თქვა, გაგება. ხო, მესმის კი. რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, პოლიტიკაში არც ერთი არ ვართ გარკვეულები. ხო, უბრალოდ მან ლაპარაკი იყო რომ პოლიტიკას ცდებოდა. მე ხა სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ იმ პროტესტის მონაწილე. სად პოლიტიკა აღარ იყო ეგ, რაც ხდებოდა და აი მაგაზე მაგის გამო ჰქონდათ ადამიანებს გულისტკივილი და მეც მათ შორის. ეს გულისტკივილი არის შენთვის გასაგები, რატომაც არის? კი, შეიძლება ყველა ადამიანს იმასაც გაუგო რა და ეგეც გასაგებია, რატომაც იყო ხალხის მიმართ თუნდაც ის რაღაც აგრესიული ნაწილები რო აღარ უგულშემატკივრებს ნაკრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ჩემთვის გასაგებია რა. კარგადაც ივთ. შეშავჭდია ხო? დაგვიბერა ძალიან. წეგან ვაპარაკობდით შენს კუმირზე, რონალდინიოზე. რომელმაც როცა დაამთავრა საფეხბურთო კარიერა, საერთოდ თითქმის აღარანაირი კავშირი არ აქვს პრინციპში ფეხბურთთან. როგორ არა აქვს, კი, რაღაც თამაშობს, ლეგენდების თამაშებს. სხვა შორის არის რონალდოს, ეგეც პოკერის მოთამაშე გახდა ბოლო დროს. რონალდოსთან ის ხო, ხიფიც უშლის. ნუ მარა ფეხბურთში არის, იმიტომ რომ გუნდს ფლობს ვალიადოლიდი. კი, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით თვითონ რაღაც აღარ მონაწილეობს ამ ყველაფერში. აქედან გამომდინარე, შენ როგორ დაახლოებით 10 წლის შემდეგ, როცა კარიერის დასრულება მოგიწევს. ფეხბურთს ხო ეგ ისა აქ რა, ძალიან მოკლე კარიერა გაქვს. როგორ ფიქრობ, სად ხედავ საკუთარ თავს? ხო, პირველ რიგში იმას ვთქვი, რომ ეხლა გავდივარ კურსებს, სამსახურო კურსებს, მაგრამ მართლა? კი. პარალელურად? კი. ანუ ონლაინ თუ როგორ? არა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თითქმის ყველა ვისაც არ აქვს, ყველა გავდივართ, ანუ როცა შეკრებებზე ვართ, 3 დღე გვაქვს ეგ კურსები რა, უცდელობას ცოტა ის უნდა რა, ბევრი საუბარი და ლაპარაკი უნდა შეგეძლოს და გიყვარდეს, რაც ჩემი მოწოდება დიდად არ არის. მე უფრო მოსმენა უფრო მირჩევნია, ვიდრე ბევრი ვილაპარაკო რა. ფიქრი მაინც გაქვს იმაზე, რომ შეიძლება ვიყო მსმენელი, კი, მაგრამ ჯერჯერობით რაც გადაწყვეტილი მაქვს, მინდა სპორტული დირექტორობა რა. რის კურსებსაც ახლო მომავალში დავიწყებ, რომ ანუ დავიწყო სწავლა რა. სპორტული დირექტორის საქმე რა არის ძირითადად? რომ გუნდი გააკეთოს.
ანუ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია ფეხბურთელი უნდა აგენტი შეიძლება დაგეკავშირდეს, მაგრამ შენც უნდა გქონდეს შეხედულება, როგორი ფეხბურთელია რა, უნდა მოძებნო, გუნდი უნდა მართო. კი, პრეზიდენტი არის, რომელიც ფინანსურად ზრუნავს გიმაგრებს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ევალება სპორტულ დირექტორს. ალბათ ერთი რაც ძალიან გამიჭირდება ის იქნება, რომ ფეხბურთს უთხრა, რომ გემშვიდობებით, მაგრამ ისეთი საქმეა, რომ მაგ საქმეში არ უნდა იყოს რაღაც მოლიდების გამო ვერ გაუშვა ამერიკით. აი ვინ არის შენთვის ყველაზე საინტერესო მწვრთნელი? ყველაზე საინტერესო ხო ალბათ გვარდიოლას ვიტყვი რა, იმიტომ რომ ბარსელონაში როცა დაინიშნა, მაგის შემდეგ ფეხბურთი მთლიანად შეცვალა რა. ბევრს აქვს ნათქვამი, რომ რაღაც ფეხბურთი გააფუჭა, იმიტომ რომ ყველა გუნდი ცდილობს, რომ რაღაც ბარსელონას სტილში ითამაშოსო, მაგრამ მაგაც სწორ დავეთანხმები პირიქით უფრო საინტერესო გახადა და თუ ვინმე რომელიმე გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგას ანუ მაგ კითხვას თუ დაგისვამენ პირველ რიგში თავში გიტიპტივებს, რომ აი გვარდიოლას ბარსელონა რა ის ტიკი-ტაკათი და სწრაფი შეტევები და ყველაფერი რაც იყო გაერთიანებული იმ პერიოდში რა. თავისი ეპოქა შექმნა რა იქ ბარსელონაშიც, ერთადერთი ალბათ ბაიერნში არ გამოუვიდა თავისი კვალის დატოვება, იმიტომ რომ ბაიერნი ჩემპიონატს ისედაც მოიგებდა რა. საქართველოს ნაკრების მომავალი როგორ წარმოგიდგენია? როგორ უნდა იმუშაოს ნაკრებმა საიმისოდ, რომ ეს გეზი, რომელიც აიღო ნაკრებმა, არ გაჩერდეს და არ შენელდეს? ხო, უნდა გააგრძელოს რაც თავარია განვითარება რა, რაც ფეხბურთი ყოველწლიურად ვითარდება, ნაკრებები ვითარდებიან, შენ თუ მაგას ჩამორჩები, შანსი არ გექნება, რომ რაღაც წარმატებას მიაღწიო და როგორ იმით, რომ ყველა თითქმის ნაკრების ბირთვმა უნდა ითამაშოს კარგ ჩემპიონატებში რა. იმიტომ რომ ხვდები ესპანეთს ყველა თამაშობს ან ბარსელონაში, ან რეალში, პრემიერ ლიგაში და ესეთ დონის გუნდებში რა. კი, შეიძლება აჯობო ერთხელ, მაგრამ სისტემატიური სახით მაგ იმას ვერ გადაიყვან რა. შედეგებს სისტემატიურ სახეს ვერ მიცე. და ამ ევროპის ჩემპიონატმა კიდე ის გამოიწვია, რომ უფრო მეტი დაინტერესება არის ქართული ფეხბურთელების მიმართ და მომავალში ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი უკვე ადვილად შეძლებს, რომ დიდ გუნდებში წავიდნენ, თუნდაც საქართველოსთან. და როცა გუნდში გეყოლება პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის, საფრანგეთის ჩემპიონატის, ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები, უკვე ნიშნავს, რომ შენი ნაკრებიც განვითარდება, იმიტომ რომ ამ მაღალი კლასის ფეხბურთელების ერთად თავმოყრა, რა თქმა უნდა, იმ შედეგს მოიტანს, რაც სურს იმ კონკრეტულ შემთხვევაში მწვრთნელს და მთლიანად საქართველოს. საქართველოში მიგონია ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც გინახავს. ჩემი აზრით კვიჩა კვარაცხელი. რაც არის საუბარი. არა მარტო იმიტომ როგორ თამაშობს, რა გადატრიალებას ქართული ფეხბურთისთვის მოახდინა, მაგის გამოც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ერთ-ერთი არა, საუკეთესო. საიდან დაიწყო ხო, სად იყო, რამდენი რამე გამოიარა, რამხელა დონეზე არის ძალიან სტაბილურად, ძალიან მაგარი რა. და ეგ კიდე ორმაგად დასაფასებელი არის, იმიტომ რომ ანუ საქართველოსდან არის, ანუ პატარა ქვეყნიდან, იმიტომ რომ სად ვიღაც რო შენ რო აქ იზრდები, ის უკვე ვიღაც გერმანელი ან იტალიელი ან ფრანგი უკვე აქ არის რა, შენზე ძალიან წინ არის, იმიტომ რომ იქ დაიბადა რა და იმ საფეხბურთო იმაშია. და შენ ძალიან დიდი გზის გავლა გიწევს, რომ იქ მიხვიდე რა. ხო, გასამაგებული ის. ხო, და აი მაგიტო უფრო კიდე უფრო დასაფასებელია კვარას ამხელა საფეხბურთო სცენებზე ესე ძალიან მაგრად თამაში რა, ჩემი აზრით. რატომ კვარას შემდეგ გაჩერება? რა მგონია? შემდეგ გაჩერება. რავი, ჩემი აზრით თავის საყვარელი კლუბი რა, მადრიდის რეალი. რეალი? ხო, ნუ მე იმის იქეთ აღარ არის. კინკლაძეზე რა სიტყვა? კინკლაძის თამაში არ მოხსნა. ატო YouTube-ით ვიცი, მაგრამ ნუ ყველა ამბობს, რომ აი მესი შეეძლო რომ ყოფილიყო რა. ნუ მაგრამ სამწუხაროა, რომ ალბათ ყველაზე თვითონ როგორ გიორგი როგორ თვის, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ დანაშაულია მაგნიჭის
გაფლანგვა. არა, არ ვიცი ხა რამდენად გაიფლანგავა ყველა ადამიანს თავისი პირველი ფეხბურთელი ყოფილა აი საქართველოში, რომელმაც სამწუხაროდ ნიჭი გაფლანგა რა. ქონია ეგეთი მომენტები რომ აი ადა მოდი დავანებებ. კი, იყო ერთხელ სხვათა შორის ქუთაისის ტორპედოში ვიყავი რამდენი წლის? 20-ის. 19-20 წლის ტორპედოში არ ვთამაშობდი, არ მეთამაშეს, არ ვთამაშობდი უბრალოდ სისტემატურად და სეზონი რომ თავდებოდა, ნუ მითხრეს რომ გუნდი უნდა დატოვო რა და საერთოდ არ მქონდა რა, არანაირი გუნდი შემოთავაზება. და რა თქმა უნდა, რა უნდა მიქნა, ხო, მეთქი სანამ გვიანი არ არის, მოდი ისევ რაღაც სწავლას ხო არ გავაგზავნოთ და 20 წლის იყავი? 19-20-ის ხო. და აი ღმერთი რო საჩუქარს გამოგიგზავნის, სამტრედიაში დაინიშნა გია ცეცაძე და თემურ ლოთქიფანიძე, რომლებიც 19 წამდებლებიდან მიცნობდნენ რა 19 წამდი ნაკრებიდან და დამირეკეს ეგრევე რომ ხო წამო, ნუ არ იცოდნენ ეს სიტუაცია რაც მე მქონდა. მაგრამ ნუ უბრალოდ უნდათ რომ მათთან ყოფილიყავი და რა თქმა უნდა მე დიდი სიხარულით და აი ზუსტად მაგ სამტრედიდან დაიწყო ჩემი ის კარიერული წინსვლა თუნდაც ეროვნულ ლიგაში და შემდეგ უკვე უცხოურ ფეხბურთში. ამ ადამიანების რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლიერი ვარ რომ მომცეს შესაძლებლობა რომ მეჩვენებინა თუნდაც სხვა ხალხისთვის რომლებმაც ჩემზე უარი თქვეს რომ მე ფეხბურთს თამაში შემიძლია. ხოდა აი ხა რა ჩვენ თქვი, აი რაზე მაფიქრებს იცი რომ დაუკვირდეთ ერთ სატელეფონო ზარზე შეიძლება გადიოდეს ძალიან ბევრი რაღაც რა. იფიქრე რომ მოდი ხო არ დავანებო ფეხბურთს თავი, ამ დროს გირეკავს ცეცაძე. თავაზობს რომ გადმოდიო და რო არა ეს ზარი შეიძლება მე ვერც ის ლეგენდარული 2 გოლი გვენახა. არ ვიცით რა. და ვერც თავით ბურთის ანუ რამხელა რაღაცას ცვლის თუნდაც ერთი გაფიქრება ვიღაცებში რომ ხო არ დაურეკო ბუდუს და ხო არ შევთავაზო გადმოსვლა ჩვენთან. ასე რომ ვთქვათ მაგათმა გადამირჩინეს საფეხბურთო კარიერა. რა არის შენი ძლიერი მხარე როგორ ვთქვი? ფეხბურთ მოედანზე? ალბათ ის რომ ბოლომდე ვიხარჯები, ანუ შრომის მოყვარე ვარ მოედანზე, თავს არ ვუკავ და ასევე აი skills თუ ვიტყვი, ალბათ ის რომ ნუ გოლების გატანა, ანუ შემიძლია რომ აი მომენტები გამოიყენო კარგად. მაქსიმალურად გამოვიყენო, თუ შემექმნება რა თქმა უნდა. მე არ ვარ ისეთი სტილის ფეხბურთელი, რომელიც რაღაც 5-6 კაცს მოატყუებს და თვითონ შეიქმნის მომენტს, მაგრამ მე თუ მეცემა იმის შესაძლებლობა მომენტი მქონდეს, ჩემი აზრით მაგის უნარი მაქვს რომ ის შეტევა კარგად დავაგვირგვინო რა. და ასევე შემიძლია ფიზიკურად ჩემი სხეული ისე გამოვიყენო რომ ბურთთან მიმართებაში მეტოქე არ მოუშვა ახლოს რა. მიუხედავად იმისა რომ ცოტა დიდი ვარ, ანუ რაღაც შემოbrunება რაღაც ეგეთი რაღაცები მარტივად შემიძლია. გადმოვიდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რა არის ფეხბურთის მერე შენი ძირითადი საქმიანობა? რას უყურებ, რას უსმენ, რას კითხულობ? ხო, ოჯახთან ერთად რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მარტო ვარ, ეხა მარტო. ხო, ეხა მარტო ვარ და სერიალებს უყურებ, ეხა დავიწყე Last of Us-ი, მეორე სეზონი. გაცდენთ ეხა. არა, მესამე სერია ჯერ არ დადებულა. ორ შაბათს იდება. YouTube-ს, ქართული YouTube-ს უყურებ. რა ვიდე, აი თითქმის ყველაფერს რა. ეხა გუშინ დაიდო ბეთლი მაგას ვუყურე, როგორც კი დაიდო ეგრევე. თქვენი გადაცემები თითქმის ყველა ნახი მაქვს. ეხა რადგან 9 საათიანი გზა მაქვს რა, სახლიდან ვარჯიშამდე, არის თუ არ ხასიათზე მუსიკას უსმენ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არა და პოდკასტებს ჩავთავ და მაგას უსმენ რა. ოღონ ისეთი პოდკასტები მიყვარს, სადაც შემეცნებითია და რაღაც ინფორმაციას იღებ რა. კიდე რა ვიგე, ეხა ბოლოს დავიკითხე მონანიება. ხო, მონანიება, დედაჩემო მაჩუკა. და ეგ წავიკითხე. ეხა ცოტა ვზარმაცობ, დიდი ხანი აღარ წამიკითხია წიგნი. სხვათა შორის, მაგრამ აი კალსრუეში რო ვიყავი, მაშინ მატარებლით ვზავრობდით ხოლმე და აი იქ უფრო მიყვარდა რა წიგნის კითხვა, იმიტომ რომ დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. რაღაც 5 საათიანი, 6 საათიანი გზა რო იყო მატარებელში, ჩემთვის კუთხეში ვიჯექი, წიგნს ვითხოვდი. ქართულ ენასთან ხარ მიბმული ყველა შემთხვევაში. სერიალებს ნუ ინგლისურად და დანარჩენი ქართულად.
რომელია top 3 სერიალი? მუსიკასაც კი, ანუ ქართულს ვისმენ. რომელია top 3 სერიალი შენ? ჩემთვის პირველ ადგილზე მყავს მძიმე დანაშაული, Breaking Bad-ი, მერე სამეფო კარის თამაშები, მესამეზე ოზარკი. სხვათა შორის მიყვარს თეატრში მართლა? ბევრჯერ არ ვარ ნამყოფ, მაგრამ ამდენჯერაც ვიყავი, ძალიან დიდი სიამოვნება მიმიღია რა. ჩემი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ თეატრში ნამყოფი ვარ და ანუ შემიყვარდა რა ესე. რო რამე და ის რო ბიოპიკი რო გადაიყვან შენზე, ვინ გინდა რომ ითამაშო შენი როლი? ამაზე არ მიფიქრია სხვათა შორის. ქართველს თუ ავირჩევ, კახან იძულაშვილს ავირჩევდი. გიძურ. ეგეთი ფიქრები გაქვს ხოლმე? მე მაგალითად გადაგია რომ ნობელის პრემიას მაძლევენ, ან ოსკარს ვიღებ სენ, არა? აი ბავშვობაში ძალიან ის მქონდა, დავწვევდი რა, ფიქრობდი აი ქროსბურთი რომ მოვიგო, აი როგორი სიტყვა წარმოვთქვა მაგალითად, თორე ისე სხვა მეტი არაფერი. ეგეც ძალიან მაგალითად ჩაქნეული გაქვს ხელი? ქროსბურთის მოგებაზე? ნუ ეხლა აი რა ვიცი, მომდევნო სეზონში რაღაცა მიუნხენში გადახვიდე. ჯერ გააქვს მაგის რომ ანუ რო დაუკვირდეთ შენ ხარ 31-ის რავი იმან ბენზემა რამდენი წელი მაგრამ ის ბენზემა იყო რა მე ვარ ეს ბენზემა იმის ამბავი არის რა ქვია ერთი რომ შენი მოდომების და მეორე გამართლების გასაგებია რომ იღბალიც გჭირდება მაგრამ ჯერ დრო მე მგონი ბენზემა რამდენის იყო რა იყო 34-ის ალბათ ხო რა გააქვს დრო რა შტუტგარტს ყავდა, შტუტგარტი მეძღება რატო იცი? ტიმო ჰილდებრანდი გახსოვს ეგეთი მეკარე, რომელმაც ოლივერ კანს მოუხსნა რეკორდი, შალა შენახული კარის. შენ, ანუ კალსრუეში რო იცოდეთ, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ყველა დროის ოლივერ კანი იმავე კლუბში იდგამდა ფეხს, სადაც უდუ თამაშობდა. კალსრუეში არის დაბადებული და იქაური ჩემი თამაშიც არაერთხელ ნანახი აქვს. ხო და იცნო, ანუ გინახავს? შეხვედრით არ შეხვედრით. მაგრამ ტრიბუნაზე შეგიძლია. მაგრამ რო ბევრჯერ ამინახავს და მე თუნდაც თამაშისთვის რომ ვიყურებია გამეორებას ტელევიზორს უნახა, ანუ უნახა. კი, თამაშს მოვჩები, თუ გზაში ვარ ავტობუსში ეგრევე, თამაშს ვახვევ და ვუყურებ, იმიტომ რომ გავაანალიზო ის შეცდომები რაც მქონდა. თუ სახლის თამაშია, როცა ბავშვი იძინებს, თამაშს ვერ ვიძინებ ხოლმე რა, ცოტა გვიანობამდე და შეაძინებ ისება. ბავშვი კი, ანუ თუ არ დავწექიმე, ისე არ დაიძინებს რა. უნდა დავწვეთ მთელი ოჯახი, შაი რო წვევა, შენც უნდა დავწვეთ და დავიძინოთ. ხო და აი რო დაიძინებს, მე გამოვდივარ და ცალკე ჩემით ვუყურებ ჩემს თამაშს. არის ისეთი სახასიათო შტრიხები, რაც გინდა რომ გადაყვეს ბავშვს შენგან? ჩემგან, რავი, აი ეს გულწრფელობა ალბათ უფრო. ოღონდ ისეთი არა რომ რაღაც მიამიტობაში გადაუვიდეს. ვფიქრობ რომ სამართლიანი ვარ და მინდა რომ გადაყვეს. კიდე რა. აი ეს ბრძოლის უნარიანობას, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ცხოვრებაში ერთ-ერთი პირველი იმაშინია რა, თვისებად რომ იყოს ბრძოლის უნარიანი. არის ისეთი რაღაც რაც არ გინდა რომ გადაყვეს. მე მაგალითად საკუთარი თავისთვის შემიმჩნევია ისეთი რაღაცები, რაც აი არ გამიხარდებოდა რომ ჩემ შვილს გადაყვეს. აი თუნდაც ის რა, რაც ოჯახთან და იმასთან დაკავშირებით ვთქვი რომ არ ვეკავდი ხშირად თქო რა, ეხლა რო გაიზრდება და არ მომიკითხოს, წარმომიდგენია რა დამემართება რა. და ხასიათი კიდე რა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში რა მიჭირს იცი, აი თუ დამნაშავე ვარ რაღაცაში, აი მიჭირს მაგის ცოტა აღიარება რა. და ალბათ ეგ. თვალთაშორის რა მახსოვს იცი? ეგ არის ძალიან იშვიათობა. მაშინ რომ ვერ გამოვიდა ინტერვიუ, მახსოვს შენ დამირეკე, არ ვიცნობდით ერთმანეთს. დამირეკე და ანუ ამიხსენდი ამის გამო და იმდენად ის ჩემთვის იმდენად სამბეჭდავი იყო ეგ ამბავი, იმიტომ რომ ეგრე არ ხდება რა ხშირად. მაშინ თან იმაში იყავი, ორი გოლი ქონდა გატანილი. და იმდენ მნიშვნელოვანი იყო ეგ ზარი.
რომ შენ თვითონ დამირეკე და მითხარი რომ ამის და ამის გამო ვერ ვახერხებ, რომ ჩემ ძალიან ისე დადებითად ჩამრჩა მაშინ. ხო, იმიტომ რომ მე რადგან ნათქვამი მქონდა რომ უნდა მის კი, მაგრამ ყველა არ შეიწუხებდა მაგაზე თავს რო იცოდე. პასუხისმგებლობას ვცნობდი, რომ თუნდაც გამეფრთხილებინე, რომ ხო და ყველა არიზამდა მეთქი მაგას და ეგ ძალიან კარგად მახსოვს. მადლობის მეტი რა გვეთქმის? პირიქით მეც ძალიან მადლობელი ვარ და გადასარევი შეგვეძრა და გამიხარდა რომ ეს ინტერვიუ საბოლოოდ შედგა. შედგა რომელია? და კაი ბოლოს სანამ დავიშლებით. კი ბატონო. მინდა რომ ჯერ ხელი უნდა მოგაწერინო. ვაიმე. ანუ კი ხონელიძემ გამომატანა შენი ჭილიმე. ეს არ დამრჩეს. ეს ერთი ანდრიასთვისო ხელი მოაწერინე. აჰა. ვაკისა. რა? აჰა, შაის პომასტერები შეგვიძლია. ეს ჩემი წოდი. მაკიაჟით მოვაწეროთ. კაი, რამე. აჰა, ეგეც წავა. ეს არ დაეწერება, მგონი, არ დაეწერება. ჩემი შანთა არ მაქვს ამოღებული ნახო. აიცა, აქ უნდა იყოს. რუგზაკი არ მაქვს. მედია გამშრალი არ არის. აჰა, ეგარი. და პარალელურად სანამ ხელსაწერ გიხავ რა რჩევა გექნებოდა? აი დავუშვათ, არ ვიცი. 10 წლის ფეხბურთელისთვის, რომელსაც უნდა ძალიან დიდი გოლების გატანა. რა უნდა ქნას? რა გზით იაროს? რაზე არ მოხუჭოს თვალი? რაზე არ დანებდეს? პირველ რიგში რა თქმა უნდა, რა ვი, ამდენად ბანალურად არ უნდა ჟღერდეს შრომის გარეშე. არ წარმომიდგენია რომ წარმატება მიიღწეოდეს არც ერთ სფეროში. შემდეგ თავის რწმენა არ უნდა დაგარგოს არასდროს, იმიტომ რომ თუ ეგ შენ თვითრწმენა გივარდება, საქმე მერე არ გამოგდის ისე, როგორც გინდა რომ გამოგივიდეს. ასევე გამოვყოფთ საკუთარ თავთან მუშაობას, განვითარებას და სურვილს იმისა, რომ საუკეთესო იყოს თავის საქმეში და თავის პოზიციაზე თუნდაც და თუ თავისხმელია, რა თქმა უნდა მიყვეს იმ გზას, რომ აი დამამთავრებელ ფაზაში იყოს მომაკვდინებელი რა, მაგაზე უნდა იშრომოს ძალიან ბევრი, არა მარტო მუშა ფეხით, არამედ მეორე ფეხითაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი უპირატესობაა, როცა ორივე ფეხს კარგად იყენებ რა. სხვადასხვა შორის ვაპირებ ქუთაისში, რომ საფეხბურთო სკოლა გავხსნა და აუცილებლად მექნება ისეთი შეხვედრები დამწყებ ფეხბურთელებთან, სადაც ჩემს გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ და მივცემ რჩევებს თუ როგორ შეეძლებათ წარმატების მიღწევა. შეიძლება ყველა ფეხბურთელი და პროფესიონალი ვერ გამოვიდეს, თუმცა ისიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩემი სკოლიდან ძალიან კარგი ადამიანები გაეზრდება საქართველოს. ეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია. კი, იმიტომ რომ პირველი წვრილი როცა ფეხბურთზე მივედი, სულ გვიმეორებდა ხოლმე ფეხბურთელებს, პატარა ბავშვებს, რომ შეიძლება ყველა პროფესიონალები ვერ გამოხვიდეთო, მაგრამ გვირდებითო, რომ ძალიან კარგი ადამიანებად ჩამოგაყალიბებთო რა და რა ფაქსი? ეგრე მოხდა. მადლობა. პირიქით მადლობა კიდევ ერთხელ.